ადამიანები როგორ არის, ეპოქის თანამედროვე ეპოქის შესატყვისი გაგება ჭირდება ამაზე. უფრო ესეთი სული უნდა მას არაც დაიჯება, არაფერი არ მოუვა. აი, უგდავება ადამიანი, რომ მოხდება, ნუ გეშინიათ, გამოხვალთ მოიმზადე სიკვდილისათვის. როგორ მოიმზადო რა, სალათაბჭამო? როგორ მოიმზადო ახლა სიკვდილისათვის გამაგებინეთ რა. აბანოში შევიდე, დავიბანო, რაც ნიშნავს მოიმზადე სიკვდილისათვის? ჯერეთი სიკვდილი არის. სიკვდილი ხო არ არის ბიბლიის თანახმად. რას უწოდებთ სიკვდილს? სხეულიდან სულის გამოსვლა სიკვდილი არის ამ მისტიკოსების გაგებით და მე სად იფარფატებს ეს სული? რა წარმოდგენებია რეებს ბოდავ? რატომაც ეს ბოდვები უფრო მისაღებია ხალხისთვის და რატომ? ბიბლიაში რო წაიგითხეს, ვახ, ჯოჯოხეთია, ვახ, დავიჯებით, ვახ, სასამართლოა, ყველა წარდგებით. კი მაგრამ სახელმწიფოში სასამართლო არ გააქვთ. სახელმწიფოში სასამართლოზე არის მოქალაქეები, რომ წარდგებიან. ეს ვინც ისჯება? ხო, ვინც დანაშაულის ჩაიდეს. მაგრამ არიან ადამიანები, ისე ამთავრებენ წუთის სოფელს, რომ არასოდეს შეხება არ აქვს ძალოვან სტრუქტურებთან. არასოდეს, რატო კანონმორჩილები არიან? არის დიდი უმრავლესობა, რომ სულ ციხეშია რა, სულ სასამართლოზეა, სულ და დააჟიან გავ. რატო გონიათ რომ აღარც რო წავიდა ბიბლიაში, მან მის შექმნილ სამყაროში თუ აქ სამართლიანობას ვეძებ და სამართლიანობა განაპირობებს ისეთი ინსტიტუტების შექმნას, როგორც არის ციხეები, სასამართლოები. შენი მოწყობილი ეს ქვეყანა. და მithumetes ღმერთთან რატომ არ იქნება ჩაბარება? ჩვენი ცხოვრების ჩაბარება. რატო არ იქნება? როგორ გავლიეთ ჩვენ წუთის სოფელი? და პირველი ბრალდება იცნობთ იმას. და არა ის, აი ღმერთო, აი მე ხომ კაცო, ეს გავაკეთე, ის დიპლომი ავიღე. ვისწავლე კომუნიზმს მაშვენებდი, მეტი რამე ქრა, მითხრეს კომუნიზმიო დაუჯერე. მითხრეს არ არისო, ეს ჯერა. რა გინდა ღმერთო ჩემგან? ის გეტყვის, შენ მე იცნობდი. შენ თუ გამიცანი მე. თუ გამიცანი, ჩემი მითითებები მთავარი რა არიცი? ის მცნებები იცი? შენ მელაპარაკები მეტყვის მორალზე. მორალს თუ ასრულებდი, ეგ იმ სახელმწიფოს დამსახურება, რომელიც მე შევქმენი. და განვაწესე მოსამართლეები, პროკურატურა და აბა დედი შენი შვილი ხარ და რამე გაგეკეთებინა. ამიტომ კაი ტიპი რატო ხარ შენ? შენ მე თუ მიცნობდი ამას გვეტყვის გამიგეთ. ხოლმე რომ გავიცნობთ ეგ. ამიტომ არის ღვთის წიგნი. აი ესეც სახელწოდებს წიგნი ბიბლია. და ამას რო აგერიგერ წაიგითხავს კაცი და მე მხოლოდ იმიტომ წაიგითხავ რომ იტლიკინო. ეს სატლიკინო წიგნი კი არა, ეს არის დაბადების წიგნი. უნდა დაიბადო. დაბადებული ადამიანი ფიქრობს, რომ დაიბადები იმ საკვებზე, რომლის თავწყარო არის ღმერთი. და ესეც საკვებია საღვთო წერილი. სული თუ დაიბადა, მოთხოვნილებაში თუ ეს არა გაქვს, უნდა იმუშაო კიდე. ესეთი მაგალითი რა ვიღო ბიოლოგიური მაგალითი. ხალი გათხოვდა, შვილი არ უჩდება, ხო, მოწყდა ერთმანეთს და იმავე წუთში ისე ვიწყებ მუშაობას, მე ექიმთან დავდივარ, ვცდილობ, გამიგეთ რომ რაღაცა ვიმკურნალო და ეს ნაყოფიერი გახდა ჩემი საშო. ასევე რო წაიგითხე ჩემო კარგო, ხო გათხოვდებიან ბევრი ქალები და შვილი არ უჩდებათ. იწყება კვლევა. ხო, და კვლევა ძიების შედეგად უკვე მიდიანი თუ ხელი ჩაიქნე, არაფერი არ გამოვა. და ასევე საღვთო წერილი დაიბადე და მოთხოვნილება არა გაქვს მაგისი. მაშინ რაშია საქმე? მოთხოვნილება თუ არა გაქვს ბავშვის გაჩენისა, შენ არც მკურნალობას დაიწყებ. გამორიცხულია. ხო, ჩაიქნებ ხელს. გაქვთ მოთხოვნილება ღმერთთან ურთიერთობისა თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს. მე თქვენ თქვენ თუ მე ჩემი მოთხოვნილება არის მასთან სიარული. მე ყველაფერი მინდა გავიგო ღმერთის შესახებ, რასაც ის განმიცხადებს და სხვა საშუალება არ არის გარდა ბიბლიისა. სხვაგან რო ვეძებდი, სხვა ლიტერატურულ წყაროებში, ეს თუნდაც ფიზიკა, თუნდაც რა ფიზიკა გონიათ რა იდეალისტური ფიზიკა არ არის? და ღმერთებზე რა აინშტაინი რა იმაზე ლაპარაკობს ათეიზმზე? აინშტაინიც იმით მაინტერესებდა, რომ აბა რა წარმოა კანტი რით მაინტერესებდა მე. პლატონი რით დამაინტერესა? ღმერთს ეძებდა. და აი ეს არის რაღაცა სულის უგდება. აგერ აი პლატონის ფედონი, სოკრატე აყალიბებს ამას ხო მისი გმირი.
სულის უკდავება. აქ ახლა გავჩერდე. სულის უკდავება, რა ვიცი, ხა სული უკდავია. ეს რა მერე? უკდავია. აქამდეც ვერ მიდის ბევრი. მაგრამ აგერ ბიბლია მეუბნება, რომ უკდავი ადამიანი ეგ არის თავარის მერე შენ ფინალი როგორი გექნება თუ იცი. შენი უკდავი სული ან ღმერთთან იქნება, ან არა. და თუ ღმერთთან არ იქნება, ეს იქნება ტანჯვა. აი ამას არავინ არ იძახის ქრისტიანული ბიბლიის გარდა. არც ერთი რელიგია არ იძახის ამას. ყველა რელიგიაში არის ადამიანი გადარჩება, გადარჩენილია საქმეებით და პრაქტიკული გამოცდილებით. აქ კიდე გვეუბნება, რომ შენი საქმეებით ვერ გადარჩები. იესო ქრისტემ უნდა აიღოს ჩვენი ცოდვილი ბუნება და ჩვენ ამისთვის უნდა მივიდეთ ჩვენი ცოდვილი ბუნების აღიარებამდე. და როდესაც წარმოდგენა გვაქვს ჩვენზე, მაგარი ტიპი ვარ, ეს დავამთავრე, ის დავამთავრე, ეს წავიკითხე, ის გუბაზას რო კითხო, ბიბლიაც წაკითხული აქვს. თარღე ამას რო კითხო და ლაშა ბუღაძეს ბიბლია წაკითხე. აბა კითხეთ თუ არა აქვს, იმიტომ რომ მასთვის მორიგი წიგნი არის ლიტერატურა. მაგრამ დროს თუ ყოფს იმდენს, რამდენიც დაყო ჰერმან ჰესესთან. მაგდენი დრო თუ დაყო, ხო უნდა შეეტყოს ლაპარაკში. ყოველდღიურ საუბარში ეს ხო უნდა გამოჩნდეს იმ მოვლენების შესაფასებლად, რომელიც ჩვენ წინ არის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ესთეტიური, ფილოსოფიური. რო არ აჩანს არაფერი. სამაგერო ჩანს ჰერმან ჰესე. ხო, ლიტერატურა. ვინ რას აიკითხავს, იმით ხედავს ყველაფერს და ასე მეგობრებო, აქ საყელპურო რწმენა, საყელპურო რწმენით, რა ვიცი, 64-ის თუ შევევა, კარგი ბატონო, შედით. ცხოვრების ციგნი რატომ არის ეს? იწყება გაცნობა, როგორც გაცნობა, ეს არ უნდა მოგშორდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. და სულ უნდა უტრიალო ამას შეისწავლო და არ არის საკმარისი 40 წელი ამ საგანისათვის, 50 წელი, 60 წელი, ამდენიც მოგცა ღმერთმა. და ვინ იტყვის, რომ გადავადებას აქვს ადგილი? მაიცა ჯერ არა, რა დროს ბიბლია, მოიცა ჯერ. არა, როცა მოვხუცდე, რაც სამშაბლოს თავს დავანე, მე წავიკითხავ. რამდენი ესე აკეთებს იცით? აგერ თავთან დავიდებ. თავარია მაგიდაზე იდოს. თავარია ჯვარი ხომ იგიდია. ბიჭო, აგერ მღვდელთან მივედი, ღმერთო მეტი რა გინდა. ზიარებაზე ხო დავდივარ. გავაღე პირი მთარე ყოვზი. სანთელიც ვაქვს ჩემხელა. სურათები, ბატონო, ჩემოდი სახში 4-ვე კედელი სავსე მაქვს. რა გინდა ღმერთო მე? მორწმუნეობა რა არის? ის მეტყვის, იცი რას გეტყვი? შენ მე გითხარი. აბა, მიჩვენე სად გითხარი, ეგრე მოიქეცი. ვერამ ვერ გავიმართლებ თავს, იმიტომ რომ ერთხელ იქნება ადამიანი მოგდა, მერე სასამართლო. ამიტომ არ მოსწონთ ბიბლია არავის და ლიბერალებმა დიდი შრომა დაწიეს 200 წლის განმავლობაში, რომ კაცობრიობა იქამდე მიიყვანენ, რასაც ახლა უყურებთ. დღეს კაცობრიობაში აღარც ისაია ყავს, აღარც ერემიები, არ არის ბიბლია. ამ ბიბლიას კიდე დააცხრა ლიბერალები და ლიბერალების ინტერპრეტირებული ბიბლია შევიდა ტაძრებში და ზოგს ტანჯვის ფსიქოლოგია, ფილოსოფია შეუტანა და აქედან ალერგია აქვს ქართველებს. მაგალითად ლაშა ბუღაძეს, დევდარიანს, აი პრავოსლავიეს გადამკიდე იძახეს ეს რა რელიგიაა და გადაბრუნდნენ ლიტერატურულ იმებში მორწმუნეებთან. ლიტერატორი რო წერს ღმერთზე. ნორვეგიელი ლაპარაკობს ღმერთზე და აუ ეს სიკვდილის სიცოცხლე. თითქოს ახლა ბიბლია არ გველაპარაკებს, ბიბლია ლაპარაკობს სიცოცხლეზე. ერთადერთი წიგნია სიცოცხლის წიგნი. მან სიკვდილი არ არის. გაიგეთ, სიცოცხლე არის ღმერთთან და ღმერთს გარეშე. ეს ახლა არც ერთ წერილს არ უთქვია. რამენაირად ვიცნობთ ახლა, მანდ ესენი იცნობენ ახლა ლიტერატურას, მით უმეტეს ახლა და ჩაკეტილი არ არის, თორე ესენი თვითონ დაიყრდნენ და ჩვენ დაგვიმალავდნენ. ახლა ყველაფერი არის ეგერ. და რამენაირად ადამიანმა იცის, სუმცირე ორი ენა და წაიგითხავს რა ლიტერატურას ერთი. იმის მაგურად რომ მეტი დრო ამ წიგს დაუთმოთ. აქედან ღმერთი გველაპარაკება. ჩამოყალიბდეს ჩვენი რწმენა და მოგვარდება რაც მეტი გამრავლება ესეთი ადამიანი დროებით სამყაროს მოაგვარებ და აღარ იქნება საღორე და საქათმე თბილისი. აი ამის ის რო არის რაღაცა კონტრასტი საღორის და საქათმის. და აღარ იქნება ქვეყანა ცხოველების ეზო. იმ წერილიც არ იყოს ამერიკელის ხო? ორველი. თავიანთი გაგება აქვს თქვათ სულის უკდავებაზე. აი როგორც არიან ესენი ოკულტისტები. აი ვოლფ ბესინგერი რო არის, მოდიელა კაცი არის სხვათა შორის ეს მისტიკურ რაღაც სისულებს როგორ რა კომენტარებში მოვისმენე და მაწყნა რა. ვი გაიგო რომ გამოვა სული, ახლა გაიგე რომ სული უკდავია, რომ გამოვა სული აურა იქ რებს ბოდავ. შტაინერსაც ეთერები რა ეთერები აგერ წერია ბიბლიაში ყველაფერი.
აი პავლეს მე-15 თავი კორინთელებს წერია, არ წერია? აღდგომა აბა ქრისტე არ აღდგა? რა თქმა უნდა, მისინგერი.